ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. პრემიერის სიტყვით გამოსვლა და მთავარი გზავნილები კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე ბუდაპეშტში. ირაკლი კობახიძე მისაუბრა ქვეყნის ღირებულებებზე, მისწრაფებებზე, ისტორიაზე, კულტურაზე და სუვერენიტეტზე. მისი განცხადებით საქართველოს ხელისუფლება ერთგულია ევროპული ინტეგრაციის, მაგრამ ქვეყანა არ დათმობს სუვერენიტეტს. ევროპულმა ბიუროკრატიამ კი უნდა აღიაროს საქართველოს უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე. აქცენტი გაკეთდა ლიბერალურ ფაშიზმზე, deep state-ზე, რევოლუციების მოწყობის მცდელობებზე, მოწოდებებზე მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით უსამართლო ნაბიჯებზე საქართველოსთან მიმართებაში და ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე. შეკრებულ ლიდერებს მიმართა ვიქტორ ორბანმაც, რომელმაც ამ თემაზე საუბარი პრემიერ-მინისტრით დაიწყო. უნგრეთში გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს ანუკა ბუავა უფრო დეტალურად გავგაცნობს. ანუკა, ეთერში ხარ. ჩვენ საქართველოში კარგად ვიცით ომის ფასი, შესაბამისად ვიცით მშვიდობის ფასი. ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო კონსერვატორთა ფორუმს მიმართა და შეკრებილ სტუმრებს ირაკლი კობახიძემ საკმაოდ ვრცელ სიტყვაში გლობალურ გამოწვევებთან ერთად ბევრი ისაუბრა საქართველოსთან დაკავშირებით და მან აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და ახლა კი ეროვნული იდენტობის დაცვა არის მისი თქმით უმნიშვნელოვანესი. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ომებთან და ოკუპაციასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ გადატანილი ომების მიუხედავად საქართველოს შეძლო სიძლიერის და მშვიდობის შენარჩუნება, მაშინაც, როდესაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსზე იყო უზარმაზარი ზეწოლა, რომ ქვეყანა საბრძოლო პოლიგონად გადაქცეულიყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვრცელ სიტყვაში ისაუბრა ევროპულ ღირებულებებთან დაკავშირებითაც. მან თქვა, რომ საქართველო თავისი კულტურითა და ისტორიით არის ევროპული ოჯახის წევრი, ევროპული ერი და შესაბამისად ის მტკიცედ ერთგული რჩება ევროინტეგრაციის. თუმცა პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა ის, რომ ჩვენი ქვეყანა არაპირებს დათმოს საკუთარი ღირსება და სუვერენიტეტი და არაპირებს გაცვალოს საკუთარი იდენტობა პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე. It's a great honor to stand before you today. დიდი პატივია ვიდგე დღეს თქვენს წინაშე უნგრეთში, ქვეყანაში, რომელმაც მტკიცედ დაიცვა თავისი სუვერენიტეტი და იდენტობა. ყველა უნდა ადიდებდეს უნგრეთის გამორჩეულ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ვიქტორ ორბანს, მამაცობისა და უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც უნგრეთის თავისუფლებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ არის მიმართული. ჩვენ, ქართველები, განსაკუთრებით ვაფასებთ მას იმ ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოსა და ჩვენი ერის ევროპული გზის მიმართ გამოხატავს. დიდი მადლობა ამისათვის, ბატონო ვიქტორ. თქვენთან მოვიტანეს საქართველოს ხმა იმ ქვეყნისა, რომელიც 3000 წელზე მეტია იმპერიების გზაჯვარედინზე დგას, ქვეყნისა, რომელიც ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ერი გახდა მსოფლიოში. საქართველოს სულმა მრავალ ომსა და საუკუნეების განმავლობაში არსებულ ოკუპაციას გაუძლო და მაინც დავრჩით გაუტეხელნი. ქართველებად დავრჩით, გვიამაყება ჩვენი ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად, რადგან ვიცით, რომ როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას, ის კარგავს საკუთარ თავს. ჩვენ აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ დავიცვათ ჩვენი იდენტობა და ღვთისგან მონიჭებული უფლებები ვიყოთ ის, ვინც ვართ. ჩვენ არ ვკამათობთ დასავლეთთან, რადგან თავად ვართ დასავლეთის ნაწილი, ჭეშმარიტი დასავლეთის, თავისუფლების, რწმენისა და ოჯახური ღირებულებების დასავლეთის და არა იმ deep state-ის, რომელიც ცდილობს მსოფლიო არაფრად აქციოს და თავი ყველაფრის მმართველად ჩათვალოს. ჩვენ ვართ ევროპული ერი, ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი იდენტობა ყოველმხრივ ევროპულია, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე. იყო პროევროპული არ ნიშნავს იყო ანტიქართული. ჩვენი ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცია, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს. ჩვენთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც ჩვენს იდენტობას გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე. დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში ღრმად შემაშფოთებელ მოვლენას, ლიბერალური ფაშიზმის აღზევებას ვხედავთ. აგრესიული და შეუწყნარებელი, უცხოური დაფინანსებით გავრცელებული იდეოლოგიისა და მოძრაობის სახით, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების დასუსტებას, სიძულვილის სახალისებას, გენდერული და ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობას და ჩვენი საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებების ნგრევას. ის თითქოს იცავს უფლებებს, მაგრამ ანადგურებს ერის უფლებას, განსაზღვროს საკუთარი განვითარება, ტოლერანტობას ამოფარებული, ცდილობს განსხვავებული აზრის ჩახშობას.
Our commitment to European integration. თავის სიტყვაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ბევრი სუვერენიტეტის დაცვასთან დაკავშირებით და მან ამ კონტექსტში საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გააკეთა აქცენტი, მათ შორის იმაზე, რომ არასამთავრობოების გამჭვირვალობა იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ქვეყნის მხრიდანაც, რასაც ირაკლი კობახიძის თქმით მოჰყვა მუქარები და სანქციები. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა Deep State-ის გავლენებთან დაკავშირებით ამ კონტექსტში და მან აღნიშნა და მაგალითი მოიყვანა ამერიკის შეერთებულ შტატებში გატარებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, კერძოდ იმაზე, თუ როგორ ებრძვის ტრამპის ადმინისტრაცია Deep State-ს, უფრო კონკრეტულად კი მან დაასახელა USAID-ისა და NED-ის შემთხვევები. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დაამარცხებს Deep State-ს, რაც დადებითად აისახება როგორც საქართველოს ევროკავშირის, ასევე საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობებზე. For years, powerful international წლებია საქართველოს ებრძვის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობოებისა და მედია საშუალებების დეზინფორმაციას, რომლებიც პროგრესს კი არ ემსახურებიან, არამედ ცდილობენ ჩვენი ღირებულებების გადაკეთებას. როდესაც საქართველომ გაატარა ზომები, რომელიც სუვერენიტეტის დაცვასა და არასამთავრობოების გამჭვირვალობას ემსახურება, ამას მუქარითა და სანქციებით შეხვდნენ. მხოლოდ იმიტომ, რომ გავბედეთ და ვთქვით, დავიცვათ საქართველო და თავად გადაწყვიტოს საქართველო. ყველაზე მოაღნიშნული შემაშფოთებელი მოვლენა, სოფლიო მშვიდობის რღვევა, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა, ბრძოლა ეროვნულ და რელიგიური დენტობასთან, გენდერული და LGBT პროპაგანდა, ოჯახური ღირებულებების შეზღუდვის მცდელობა, მედიის თავისუფლების გლობალური რღვევა და ცენზურა, ლიბერალური ფაშიზმი. ერთი ცენტრიდან არის კოორდინირებული. ჩვენ ამ ცენტრს 2022 წლიდან გლობალური ომის პარტიას უწოდებთ, ხოლო შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია მას Deep State-ად მოიხსენიებს. მოხარული ვართ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ბრძოლა Deep State-ს გამოუცხადა. უცხოური ინტერვენციების ცნობილი მეთოდები, როგორებიცაა USAID და NED, რომლის მეშვეობითაც Deep State-ი ცდილობდა საქართველოში ბოლო 4 წელიწადში 4 რევოლუციის მოწყობას გაუქმებულია. ახალი ადმინისტრაციის განცხადებები და კონკრეტული ნაბიჯები ნამდვილად იმედის მომცემია, თუმცა ეს საკმარისი არ არის. როგორც ჩანს, Deep State-ი ჯერ კიდევ ღრმად არის ფესვგადგმული ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ნათლად ჩანს საქართველოზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებში. ამის მაგალითია ევროპარლამენტის მიერ მიღებული 6 უსამართლო რეზოლუცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ასევე შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი, ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი, რომელიც ასევე უსამართლოა და ქართველ ხალხზე თავდასხმას წარმოადგენს. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით შეასუსტებს Deep State-ს, რაც უეჭველად დადებითად აისახება შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. წარმატებას უსურვებს ახალ ადმინისტრაციას ამ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში. God bless Hungary, God bless Georgia, and God bless the free world. Thank you so much. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შემდეგ ტრიბუნა დაიკავა მასპინძელი ქვეყნის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა, რომელმაც ირაკლი კობახიძეს საქართველოს გმირი უწოდა. ვიქტორ ორბანმა თავის სიტყვაში ისაუბრა გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც არის ევროპაში ამ დროისთვის და მან თქვა, რომ ევროპაში საფრთხეები არა გარედან, არამედ თავად შიგნიდან მოდის. მან ისაუბრა ასევე ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკასა და ასევე თავად დონალდ ტრამპის პერსონასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ტრამპის 47 პრეზიდენტად არჩევა ცუნამივით გადაუარა მსოფლიოს. ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ შექმნილ ვითარებაში არის ორი გამოსავალი, ორი გეგმა. ერთი არის პატრიოტული, მეორე კი არის ლიბერალური. პატრიოტული გეგმის შესასრულებლად კი, როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, საჭირო არის ამერიკა, ტრამპის ადმინისტრაციის გაბედული ნაბიჯები და Deep State-ის დამარცხება. Itt van velünk Irakli Kobakidze, aki a nemzetközi patrióta mozgalom georgiai hőse. საქართველოს გმირი, საერთაშორისო პატრიოტი, ადამიანი, რომელმაც არჩევნები მოიგო. ეს არის ირაკლი კობახიძე, ის ლიბერალური ძალების წინააღმდეგ წავიდა, დაამარცხა ყველა და უმსხვილესი ეკონომიკური ზრდა მოუტანა თავის ქვეყანას. És közben megcsinálta Európa legnagyobb gazdasági növekedését.
És barátaim, ძვირფასო მეგობრებო, ამგვარად მისმა ქვეყანამ, რომლის 20%-იც რუსული დათვის მიერ არის ოკუპირებული, ბრიუსელს არ დაუხარა თავი, გახდა ახალი დიდი ბრიტანეთი და გახდა ძლიერი, წარმატებული ლიდერი თავის ქვეყანაში. ევროპის საპარლამენტო არჩევნები იყო ნამდვილი ლაკმუსის ფურცელი. მემარცხენე ფრაქციები უფრო დიდია ვიდრე ევროპული სახალხო პარტია, მაგრამ მიმაჩნია, რომ მიმართულება ნათლად გამოჩნდა. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალები და ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ წინ. ეს გადამწყვეტი ბრძოლა მოვიგოთ ერთობლივი ძალებით. მაგრამ ახლა უპირველეს ყოვლისა გვჭირდება საკუთარ სახლში ამ ბრძოლის მოგება. ყველა ჩვენგანს უწევს ეს ბრძოლა. დავუბრუნდები პატრიოტულ გეგმას. ამისთვის ჩვენ გვჭირდება ამერიკა. ამისთვის გვჭირდება წარმატებული ტრამპის ადმინისტრაცია. ამისთვის გვჭირდება გადავდგათ გაბედული ნაბიჯები და დიპ სტეითი დავამარცხოთ. ეს არის ბრიუსელის და ვაშინგტონის ძველი ძალების სიმბიოზი. ყველაფერი დანარჩენი დაალაგდება. ძალიან მარტივი იქნება. ამერიკის შემდეგ ევროპელებიც მოვიგებთ და შევეწინააღმდეგებით ბრიუსელს და ჩვენ კვლავ დიდებულს გავხდით ევროპას. მინდა განსაკუთრებული პატივი მივაგო უნგრეთის ლიდერს ვიქტორ ორბანს, რომელიც დიდებული ადამიანია და მას ყველა ძალიან დიდ პატივს სცემს. რაც შეეხება სიპაქს, ამ ორგანიზაციას მთელ მსოფლიოში ძალიან დიდ პატივს სცემენ. ორგანიზაციას კონსერვატიული ღირებულებები გააჩნია. შემიძლია გითხრათ, რომ მათ უნდათ ძლიერი საზღვრები, მათ უნდათ სამართალი და წესრიგი, მათ უნდათ ყველაფერი, რაც თქვენ გსურთ. ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სამხედრო ძალებს, რომელიც პატიოსანი უნდა იყოს. მინდა მადლობა გადაუხადოთ ყველა ამ ადამიანს. ჩვენ ვაფასებთ, რომ თქვენ აქ ხართ. სწორედ ამერიკის 57 პრეზიდენტის ვიდეო მიმართვას მოყვა განსაკუთრებული ოვაციები დარბაზში. დონალდ ტრამპმა, როგორც მოისმინე, წარმატება უსურვა თავად ამ კონფერენციას და მის მონაწილეებს შემდგომ საქმიანობაში. თავად კონფერენციის მთავარი სათქმელი და სახელი არის წელს პატრიოტების ეპოქა დადგა და შესაბამისად გეტყვით იმასაც, რომ ეს კონფერენცია ზედიზედ მეოთხე წელია, რაც უკვე უნგრეთში იმართება. მადლობა, ეს იყო ანუკა ბოვა და პირდაპირ ჩართვა ბუდაპეშტიდან. პრემიერთან ერთად უნგრეთში იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრიც. კონფერენციის პარალელურად დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. მინისტრმა ბუდაპეშტის კონფერენციის მნიშვნელობაზე მედიასთან ისაუბრა. როდესაც საუბარი არის ბრძოლაზე, შეუძლებელია არ ახსენოს ზუსტად ის ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც მოქმედებს და უპირისპირდება ძალიან ხშირად იმ ფასეულობებს, რაც არის ქვეყნის სუვერენიტეტის, ასე ვთქვათ, საფუძველი. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომლის ინიციატორიც თავად გახლავთ უნგრეთში, ევროპაში და ვხედავთ ამ ბოლო წლების განმავლობაში თუ როგორ ხდება ამ პლატფორმის გაფართოება. აღიარება და კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ. ასე აფასებს მმართველი გუნდი პოლონეთის საელჩოს განცხადებას, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებს მიმართა საქართველოში გამგზავრებამდე შეაფასონ ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს. ერთ-ერთ რისკ ფაქტორად კი დემონსტრაციებში მონაწილეობაა დასახელებული. დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, თუნდაც სავარაუდო მონაწილეობისთვის უცხოელებს შეიძლება მძიმე ჯარიმები დაუწესდეთ, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. ქეთი ზანთარაია უერთდება ახლა კურიერს, ქეთი გისმენთ. საქართველოში პოლონეთის საელჩოს განცხადებაში უცნაურს ვერაფერს ხედავენ ხელისუფლების ოპონენტები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ არ უკვირთ ამ შინაარსის განცხადება, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ეს არის სტანდარტული განცხადება პოლონეთის საელჩოს მხრიდან და გაფრთხილება საკუთარი მოქალაქეების მიმართ. დღეს, რა თქმა უნდა, კითხვა დაისვა იმასთან დაკავშირებით, ეს ხომ არ არის ერთგვარი აღიარება საელჩოს მხრიდან იმის თაობაზე, რომ მათი მოქალაქეები შესაძლოა რომ მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაშიც და ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაშიც მთავარი არის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ არ დაარღვიოს საქართველოს კანონმდებლობა. ფაქტია, რომ რუსთაველის გამზირზე იმართება აქციები, აქ შეიძლება შემთხვევითაც მოხდნენ მათი ქვეყნის მოქალაქეები, ყველაფერს იყენებენ ისინი რეპრესიებისთვის, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება საერთოდ შემთხვევით აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე, გულისხმობ მათ შორის ტურისტებს, ხო, პირველ რიგში, იმიტომ რომ ტურისტები ძირითადად მათ შორის გადაადგილდებიან რუსთაველის გამზირზე და შეიძლება საერთოდ შემთხვევით აღმოჩნდნენ ეპიცენტრში საპროტესტო აქციაში.
დემოკრატიულ ქვეყანაში და ღია ქვეყანაში ხლა იქ არ მგონია რომელიმე მოქალაქეს ჩვენ ამ ქვეყანაში შემოსვლა უნდა აუგზავნოთ თუ ეს მოქალაქეები კანონის საწინააღმდეგო საქმიანობას არ ჩადია. Რა თქმა უნდა ეს ჩვენი პროტესტია, პირველ რიგში ქართველი ხალხის პროტესტია და ახლა გასაგებია და მადლობელიც ვიქნებით თუ ჩვენი უცხოელი მეგობრებიც გამოხატავენ მხარდაჭერას, მაგრამ ბუნებრივია ახლა როგორც ჩვენ გვევალება მშვიდობიანი პროტესტი და ასე ვთქვათ არ ვართ მომხრე ძალადობრივი ქონებების ეს უცალდება როგორც საქართველოს მოქალაქეზე, ისე უცხოეთის მოქალაქეზე. მართლ პარტიას კი ახლა აქვს მთავარი კითხვა, რა ინტერესი აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში, თბილისში გამართულ აქციებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ ამ თემასთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილის განცხადებით. პოლონეთის საელჩოს განცხადება არის ერთგვარი აღიარება აი ამ ყველაფრის და ასე მიიჩნევენ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებშიც და აცხადებენ იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი ინფორმაციის თაობაზე წარსულში საუბრობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. უცხო ქვეყნის მოქალაქეს არაფერი საქმე სხვა ქვეყანაში დემონსტრაციებზე გასაკვირია საერთოდ ამაზე ხაზგასმა და რაც მთავარია გასაკვირი არის რადიკალების რეაქციები ხოლმე ასეთ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც ისეთი წარმოდგენა თითქოს ეს რაღაც თავისთავადი საკითხია, რომ უცხოელები საქართველოში ჩამოდიოდნენ და აქციებს აწყობდნენ. ხა არ ვიცი მე თუ გონია თუ ხა ყივჩაღების გუნდს ჩამოიყვანენ იმისთვის რომ მათ მიეხმარონ და რაღაცნაირად შეავსონ მათი შეთხელებული რიგები, ну არ ვიცი ხა ეს მიდგომები თუ აქვთ, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საერთოდ არის მათ შორის ის ფაქტები, როდესაც ჩვენ ნახეთ რომ უცხოელები იყვნენ ჩართული საქართველოში რადიკალურ პროცესებში, ეს ერთ რამეს აჩვენებს, ეს არის გაგრძელება ამ ქვეყნების ხელისუფლებების არასწორი პოლიტიკისა. რომ დაინახავს პოლონეთის მოქალაქე, რომ პოლონეთის ელჩი ერევანში დასაკითხებში, რომ დაინახავს ესტონეთის მოქალაქე, რომ ესტონეთის ელჩი ერევანში დასაქმეებში, იმასაც გონია, რომ რაღაც ეს თავისთავადი არის, ჩახვიდე უცხო ქვეყანაში და სხვა საზოგადოებას თავს მოახვიო შენი რაღაც პოლიტიკური მოსაზრებები. გარდა იმისა, რომ საზოგადოებამ თავად ნახა, რომ სამწუხაროდ ამ ძალადობრივ აქციებში უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან ჩართულები, პოლონეთის საელჩოს ამ განცხადებაში რეალურად ჩანს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის ამ შემთხვევაში პოლონეთის მოქალაქეები შეიძლება იყვნენ ჩართულები ამ აქციებში, იმიტომ რომ ამას თავად საელჩო ავრცელებს, ამის საფუძველი რომ არ ყოფილიყო, რომ თქვა იგივე პოლონეთის მოქალაქეები შეიძლება ყოფილიყონ ჩართულები ამ ძალადობრივ აქციებში. რა თქმა უნდა, ეს საელჩო ამ განცხადებას არ გაავრცელებდა და ეს ადასტურებს ზუსტად იმას, რომ სამწუხაროდ განცხადებები უსაფრთხოების სამსახურის და მათ შორის ჩვენიც, რომ აი ამ ძალადობრივ აქციებში უცხო ქვეყნის წარმომადგენლები არიან ჩართულები, დასტურდება. საქართველოში პოლონეთის საელჩომ განცხადება დღეს გაავრცელა. მადლობა, კეთი ჟანთარაია საუბრობდა პოლიტიკური განცხადებებით კურიერის პირდაპირ ეთერში. თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომას მსჯავრდებულიც ესწრებოდა, მან დაკავების დეტალებზე პირველად ისაუბრა, თქვა რომ გაიტაცეს და ამ საქმეზე გამოძიებას ითხოვს. ოფიციალური ინფორმაციით ბაჩიაშვილი 26 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ანონიმური შეტყობინების საფუძველზე ეგრეთ წოდებული მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ დააკავა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლიანი პატიმრობა აქვს მისჩილი. პარალელურად მას ბრალი აქვს აღნებული კიდევ ორ მიმდინარე საქმეზე, რომელიც საზღვრის უკანონო კვეთას და მტკვარი ჰესს ეხება. საქალაქო სასამართლოს და ნათია მღებრიშვილს ჩართვათ ახლა პირდაპირ ეთერში. ნათია, დეტალებს ველოდებით ჩვენგან. მტკვარი ჰესის საქმეზე სასამართლო პროცესის გახსნისთანავე თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა მოითხოვა სიტყვის უფლება და განცხადება გააკეთა, თქვა რომ ის გაიტაცეს და საქართველოშიც სწორედ ამ გზით აღმოჩნდა. ბაჩიაშვილმა ასევე მოუწოდა საგამოძიებო უწყებებს, რომ მისი განცხადების შემდეგ დაიწყონ გამოძიება ორ საქმეზე ბრალდებულმა და ერთ საქმეზე მსჯავრდებულმა. დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია წარდგენილ ბრალებთან დაკავშირებით და თქვა რომ ის არც ერთ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მინდა ვთქვა, რომ არანაირად არ დამნაშავე არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ჩემს წინააღმდეგ იყო ფაბრიცირებული. შაბათს 24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხოლეს, ორი დღე თვალებახოვი მატარეს, მოტაცებული ჩატერეს აირზენას ბომბარდირის თვითფრინავში
და ყველანაირი ახალგაზრდების გარეშე ყველა კანონის დარღვევით ჩაომიყვანეს მოტაცებული საქართველოში. ჩემი გამოძალვის სპეცოპერაციამ შეიძინა საერთაშორისო მასშტაბებით. მე ვთქვი მხოლოდ რომ ეს ჩემი განცხადება მიიღოთ ახალი გამოძიების დაწყებად. მე ზუსტად ყველა დეტალს შევთხოვდი გამოძიებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება და სწორედ გამოძიება დაადგენს იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები. ეს პოზიცია აქვს ბრალდების მხარეს, დაცვის მხარე კი ითხოვს, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს სამართლებრივი რეაგირება ბაჩიაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზე. სასამართლო მიიღებს პირისგან ინფორმაციას შესაძლო დანაშაულის შესახებ, ის თავად არის ვალდებული მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს და მოითხოვოს გამოძიების დაწყება, ანუ ფაქტის გადამოწმება. ამას გარდა ცხადია, ამ ფაქტიდან გამომდინარე, რაც დღეს მოვისმინეთ, ჩვენ ცალკე მივმართავთ საგამოძიებო სტრუქტურებს, მოვითხოვთ ამ გამოძიების ჩატარებას და ყველა იმ ფაქტის გადამოწმებას, რაზეც გიორგი ბაჩიაშვილმა ისაუბრა დეტალურად. ბრალდებულის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი არის გამოძიების კვლევის საგანი და ეს გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. თუ რაიმე დეტალი იქნება საჭირო, ბუნებრივია ეს უწყება გააკეთებს. რაც შეეხება მტკვარი ჰესის საქმეს, ყველაფერი ძალიან მარტივად და დოკუმენტურად არის დადასტურებული და სამართლებრივადაც, იმიტომ რომ ამ პროექტს მართავდა თანაინვესტირების ფონდი, თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი იყო ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხნის წინ უნდა შესულიყო ექსპლუატაციაში, დღეს მდგომარეობითაც არ შესულა. სამართლებრივად ეს ფასდება როგორც არასათანადო გულგრილი დამოკიდებულება ამ საქმიანობის მიმართ, მარტივად რო ვთქვათ, რომელიც ძიმე შედეგი გამოიწვია. პროცესის დაწყებამდე ხმაური იყო საქალაქო სასამართლოში ინციდენტი მოყვა დარბაზის შეცვლას, რომელიც შედარებით მცირე ზომის იყო. რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესს, დღეს მტკვარი ჰესის პროცესი ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ ბაჩიაშვილს ამ საქმეზე გამოძიება ედავება სამსახურებრივ გულგრილობას. გამოძიების ინფორმაციით მილიონამდე დოლარი იყო. რამდენიმე მილიონი დოლარი იყო გამოყოფილი მტკვარი ჰესის ასაშენებლად, თუმცა ობიექტი ამ დრომდე ექსპლუატაციაში არ არის შესული. მადლობა საქალაქო სასამართლოდან ნათია მღევრიშვილი საუბრობდა. ბაჩიაშვილის საქმეზე ჟურნალისტებმა დღეს კითხვა მმართველი გუნდის წევრებსაც დაუსვეს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით ბაჩიაშვილი პოლიტპატიმრის სტატუსის მორგებას ცდილობს, რაშიც მას ფულიც აქვს გადახდილი, რეალურად კი საქმე $1 მილიარდი მოპარვას და თაღლითობას ეხება. $1 მილიარდი აქვს ადამიანს მოპარული. ასე არის შეშციცინებენ და ცაცქლიან ბიტკოინზე იმისთვის რომ შერაცხონ ის პოლიტპატიმრად. ნაყიდი პოლიტპატიმარი ადამიანის ნაყიდი რო გექნება პოლიტპატიმრობის სტატუსი, ეს ხო კიდე აჩვენებს რა დონის საერთაშორისო თაღლითია ეს ადამიანი. ერთ-ერთი რიგითი კრიმინალი ცდილობს პოლიტიკური საფარით რაღაცნაირად თავი გადაიჩინოს, თავი გმირად შეირაცხოს და იმ ფულებით რაც მოიპარა, მილიარდი შევახსენებ საზოგადოებას, $1 მილიარდი მოიპარა თავისი თაღლითური სქემებით და მე შემდგომ ამ ცდილობს ამ ფულით იყიდოს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი. ეს არის და ეს მთელი ანატომია მისი საქციელის. არაფერი ერთი ადამიანი, რიგითი ადამიანი, რომელმაც მეორე ადამიანს ფული მოპარა ბიტკოინების სახით და ახლა ცდილობს რომ ამ სიტუაციიდან გამოძროეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას წინა სასამართლოს ხდომა 30 მაისისთვის გადაიდო. პროცესი ხვალ 2 საათზე დაიწყება. მიზეზი გადადების პროკურორების გამოუცხადებლობა გახდა, ისინი ხდომას სასწავლო ტრენინგის გამო არ დაესწრნენ. ხდომაზე არ იმყოფებოდა არც ნიკა მელია, რომელსაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა დღეს ეწურება. ადვოკატმა ხდომაზე ითხოვა პროცესის შემდეგ კვირა შეანიშნულიყო, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ გაითვალისწინა. დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ მელიას ხვალ აღკვეთ ღონისძიებას გირაოს პატიმრობით შეუცვლიან. გამართლა ჩემი მოლოდინი, ვინაიდან დღეს ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა გადიოდა ღამის 12 საათზე, პროკურატურას არ ექნებოდა შესაძლებლობა დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოეთხოვა მისი დაპატიმრება. ეს იყო შეთანხმებული როგორც ჩანს სასამართლოსთან. ხვალე 14 საათზე ჩანიშნა პროცესი. აქ ყველაფერი ნათელია, ხვალე დიდი ალბათობით პროკურატურა უკვე დააყენებს პატიმრობის შესახებ შუამდგომლობას და რომ არ დაეკარგათ დრო მოსამართლესთან ეს იყო ყველაფერი წინასწარ შეთანხმებული. თქვენ აპირებთ ხვალ მოსვლას? მე მაქვს ხვალ სასამართლო პროცესები არსებითი. მე ამას გავივილი ჩემს ასე ვთქვათ კლიენტთან და აღნიშნულ დაკავშირებით ვაცნობებ სასამართლოს.
ამ წუთებში თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. მეორე ინსტანცია განიხილავს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეს, რომელზეც სააკაშვილს 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. თემურ ჯანაშიას კი 300,000 ლარიანი ჯარიმა აქვს დაგისრებული. წყდომაზე ექს-პრეზიდენტი კლინიკა ვივა მედიდან ონლაინ ჩაერთო და პოლიტიკური განცხადება გააკეთა. რომ ეს ზონა გავაძლიეროთ მე ხუილად ხუილად გადავდეთ ახლა როცა ხედავ გაერთიანებულ საქართველოს შემიძლია თქვა რომ ხუილად ჩაუვლიან გაცილ სულისკვეთებას სიტუაცია ძალიან მარტივია მოქმედება კიდევ ერთხელ მოქმედება ძალიან არის ნიკეთი შეკვე ერთიანობა გამარჯვება არის ხელის გაწმენას თბილისის საქალაქო სასამართლომ მერვე დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე დამნაშავეცნო. სასამართლომ პროკურატურის მტკიცებულებები გაიზიარა. ალექსანდრე მუხაძე დამნაშავეცნეს მოხელის მიერ თავისუფლება შეზღუდული პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული წამების ფაქტზე და 9 წლით პატიმრობა განუსაზღვრეს. ფაქტზე მეგის ქარდავას, ოლეგ ფაცაციას და ვიქტორ ყაჭეიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი და განხილვა მიმდინარეობს. სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ დაზარალებულს ერთ-ერთი პატიმრის მიმართ სექსუალურ ძალადობას აყურებინეს და დაემუქრნენ, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ. ასევე ალექსანდრე მუხაძემ პატიმარს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ დაზარალებულმა მეგის ქარდავას მითითებით არარსებულ ტერორისტულ აქტებში მისი მონაწილეობის აღიარებითი ჩვენება დაწერა. ჩვენება ალექსანდრე მუხაძის და მეგის ქარდავასთვის საკმარისად ამომწურავი არ აღმოჩნდა, რის გამოც აიძულეს პატიმარი თავის დაწერილი ჩვენება შეეჭამა. შემდეგ კი დაზარალებულს სექსუალური ძალადობის ინსცენირება მოუწყვეს, რაც კამერით გადაიღეს. კახარიას გუნდს საპარლამენტო უფლებამოსილება შეუწყდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათ სადეპუტატო მანდატები გაუქმდებათ. უმრავლესობის ლიდერის შემდეგ თემაზე ჟურნალისტებთან შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა, ამ პროცედურები და გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა. ცნობებზე არ დასწრების გამო რეგლამენტით ვადა მაისის ბოლოს იწურება, რა დროსაც მანდატების გაუქმების საკითხი უკვე ავტომატურად დგება დღის წესრიგში. კახარიას გუნდში კი დღეს თქვეს, რომ მანდატების გაუქმება მათთვის პრობლემა არ არის და ეს პროცედურული საკითხია. ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენი ლეგიტიმაცია არ ქონდეს ამ პარლამენტს, ჩვენ ამ თვალსაზრისით ვართ თანმიმდევრულები პირველივე დღიდან და მე მგონი უკვე ყველა წმუნდება, რომ რასაც ვამბობთ, იმას ვაკეთებთ. ჩვენ სიტყვას აქვს ფასი, ჩვენ სიტყვას ენდობიან ჩვენი ამორჩევლები და შესაბამისად აქ არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს. კიდევ ვიმეორებ, მანდატების გაუქმება ეს არის პროცედურული საკითხი. კი ბატონო, ამ პროცედურები კიდევ ვიმეორებ არ ეშლებათ მათ და მიყვებიან ამ პროცედურებს და რასაც გააკეთებენ, ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. 12 დეპუტატი გახარიას პარტიიდან, თავად გახარიას ჩათვლით, შატალოზე იყო ერთი სესია, აცდენდა ყველა სხდომას. მიუხედავად ამისა, იღებდნენ პარტიულ დაფინანსებას, არ იღებდნენ დეპუტატის, არ ვაძლევდით მათ დეპუტატის ხელფას, თუმცა ისინი იღებდნენ პარტიულ დაფინანსებას უსაქმრობაში. უკვე დადგა ის გარემოება, როდესაც სესიის დასრულების შემდეგ განხილული იქნება მათთვის მანდატების შეწყვეტა და რა თქმა უნდა მათ შეუწყდებათ მანდატები. აღარაფერს ვეღარ გამოასწორებენ, უკვე გაცდენილი საკმარისი გაცდენები აქვთ. რაც შეეხება შემდეგ 12-ს, არ ვიცი ხა ის მათი გადასაწყვეტი არის მოიქცევიან კვლავ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ უცხოელების კარნახით თუ აიღებენ ხელში მანდატს, რომელიც მათმა ამორჩეველმა მიანიჭა. არჩევანი მათ მარტივია. ამ თემაზე მამუკა მდინარაძემ ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა, კითხვა ეხებოდა გახარიას პარტიის წევრების სადეპუტატო უფლებამოსილებას, რომლითაც არც სია აქვთ ჩახსნილი და ამ დრომდე არც მანდატები აქვთ აღქმებული, თუმცა პარლამენტის სხდომებს არ ესწრებიან. გავლენით, შანტაჟის გავლენით, არაფერს რო არ იტყვის, ვიცით, მაგრამ ხო აუცილებლად ამ გაჩნდა მოლოდინი, რომ შესაძლო იყო გახარიას პარტია პარლამენტში შემოსულიყო, თან იმ ფონზე, როდესაც მათ უარი მანდატებზე არ დაწერეს. ვიცით, რომ იწურება ვადა ეხლა რამდენიმე დღეში, მე მგონი მაისის ბოლო რიცხვამდე აქვს ვადა და უკვე მათ მანდატებიც გაუქმდებათ. რას გეგმავს უმრავლესობა? გაუქმებს მანდატებს თუ დაუტოვებს შანსს? ეს კითხვა, რომელზეც შეიძლება რამდენიმე სიტყვაშიც კი რაღაცა იპოვნონ. გავუუქმებთ.
გაუქმებთ. რა მოკლე და კონკრეტული ხო, პასუხი. ანუ იმიტომ რომ ეხლა რაღაცა რო თქვა, აი მდინარაძემ ასე თქვა და აი არაპირებდა გავუქმებთ. პირდაპირ გითხოთ გაუქმებთ, ანუ მათაც, ანუ გახარიებს პარტიაც უკვე ვეღარ პარლამენტში. ოღონდ ერთი მომენტია მანდ ეს ოღონდ რაღაცა არ გაუხარდეთ ეხლა. სია არ აქვს ჩახსნილი. ის პირველი 12 ადამიანი ნამდვილად თუ შემოვა, მათ გავუქმებთ. ანუ შევუწყვეთ უფლებამოსილებას კიდევ უფრო ზუსტად და შემდეგი 12 შემოვა. თუ სურვილი ექნება, რა თქმა უნდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით 2020 წელს ეკონომიკის ზრდის ფონზე სიღარიბის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. უწყების ცნობით აბსოლუტური სიღარიბის დონე, რომელიც გულისხმობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ხვედრით წილს, 2024 წელს წინა წელთან შედარებით 2.4%-ით შემცირდა და 9.4% შეადგინა. მაჩვენებელი განახევრებულია 2019 წელთან შედარებით. 2024-ში წინა წელთან შედარებით დაახლოებით 90,000-ზე მეტმა ადამიანმა, ხოლო 2019 წელთან შედარებით 78,000-ზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავის სიღარიბეს. სიღარიბის დონე შემცირდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, როგორც სოფლად, ასევე ქალაქად. მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში სიღარიბეს 90,000-ზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი, ხოლო 4 წლის ჭრილში თუ შევხედავთ, სიღარიბეს 455,000-ზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი. რა თქმა უნდა, აღნიშნული განპირობებულია იმ თანმიმდევრული და სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, რაც ერთის მხრივ განაპირობებს ქვეყანაში მაღალ ეკონომიკურ ზრდას და როგორც მოგეხსენებათ, 2024 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 9.4% იყო, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ინკლუზიურობის ზრდაზე და ეკონომიკურ შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე. მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები შენარჩუნებული იქნება, რაც თავისთავად აისახება სიღარიბის შემდგომ შემცირებაში, დასაქმებულთა ზრდაში და ზოგადად მოსახლეობის შემოსავლების ზრდაში. აღნიშნული მიმართულებით ჩვენ აქტიურად მუშაობთ. დავით სონღულაშვილი გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს და გაეროს განვითარების პროგრამის დელეგაციის წევრებს შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის საკითხები განხილეს. ყურადღება გამახვილდა მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერაზეც. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალიან ბევრი კომპონენტით, ბევრი სააგენტოების ნაწილში აქვს აქტიური თანამშრომლობა გაეროსთან, საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებებით. დღეს კიდევ ერთხელ განხილული იყო ის მიმართულებები, სადაც აქტიურად თანამშრომლობდა, რა თქმა უნდა, ხაზს გაესვა უფლები თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. შიდა ქართლში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის სოფლებში. პროექტებს ინფრასტრუქტურის მინისტრი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ. ჩვენ ვიმყოფებით შიდა ქართლის რეგიონში, სადაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მოვინახულეთ ის პროექტები, რომლებიც განხორციელების პროცესშია. დაუგეგმეთ შემდგომი ღონისძიებები, რაც შეიძლება გაკეთდეს შიდა ქართლში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და დღეს ამ ტერიტორიაზეც ვიმყოფებით, იმიტომ რომ შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის განხორციელება დაუგეგმოთ. დავიგეგმეთ მომავალი გადასადგმელი ნაბიჯები თუ რა მიმართულებით უნდა მოხდეს სკოლებისა და ბაღების მშენებლობა განვითარება, ასევე დავათვალიერეთ ტერიტორია, სადაც შიდა ქართლში უნდა აშენდეს და გორის მუნიციპალიტეტში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი და ასევე სავარჯიშო ფეხბურთის მოედანი. პრემიერის ინიციატივით ქვეყანაში სპორტი პრიორიტეტად არის გამოცხადებული, შედეგებიც სახეზეა. უფრო მეტი შედეგი რო გქონდეს, საჭიროა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რაზეც მთავრობა მუშაობს, როგორც ადგილობრივი მთავრობა, ასევე ცენტრალური ხელისუფლება ყველანაირი ხელშეწყობა, რომ განვითარდეს სპორტული ინფრასტრუქტურა. უყურებთ კურიერს 3 საათზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში უბრუნდებით. ილონ მასკის სახელმწიფო სამსახურს ტოვებს ამ შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა X-ზე დაწერა. მან მადლობა გადაუხადა ტრამპს, თქვა რომ პრეზიდენტმა მას ფუჭი ხარჯების შემცირების შესაძლებლობა მისცა. გუშინ ტელეკომპანია CBS-მა ილონ მასკის ინტერვიუდან ფრაგმენტი გამოაქვეყნა, სადაც ის ტრამპის მიღებულ კანონ პროექტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა ბიუჯეტის დეფიციტს ზრდის და მისი დეპარტამენტის საქმიანობას ძირს უძღრის.
ტრამპი ამბობს, რომ არ იცის სურს თუ არა რუსეთის პრეზიდენტს ომის დასრულება, თუმცა ეს ორ კვირაში გაიკვევა. თუ გვატყუებს, ჩვენ განსხვავებულად უპასუხებთ, განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან. პარალელურად რუბიო ლავროვს ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა ლავროვს ტრამპის გზამდელი გადასცა, რომ ომის დასრულება მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი. რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების მეორე რაუნდს სტამბოლში 2 ივნის სთავაზობს. რუსეთში საიდუმლო ბირთვულ ობიექტებთან დაკავშირებულმა ინფორმაციამ გაჟონა. გამოქვეყნდა 2 მილიონი დოკუმენტი, მათ შორის რუსეთის ურენბურგის ოლქში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის ერთ-ერთი სარაკეტო ბაზის სრული სქემა. ინფორმაცია ერთდროულად გავრცელეს გერმანული შპიგელისა და დანიური დენ ვოჩის ჟურნალისტებმა. მედია წერს, რომ ამ მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ მიმდინარეობს ბირთვული ობიექტების მოდერნიზაცია. აშენებულია ასობით ახალი ყაზარმა, სათვალთვალო კოშკი, მართვის ცენტრი, საწყობი და მიწისქვეშა გვირაბი. კახეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. დაკავებულია 5 პირი. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი საცხოვრებელი სახლების და ფერმის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ბუპრენორფინი და გამომშრალი მარიხუანა. ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის მოწყობილი სათბურიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეები. პოლიციამ ნარკოტიკი საკონტროლოდ შეისყიდა და ფაქტი ფარულად ჩაწერა. კახეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღების საბრძოლო მასალადან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. დაკავებულია 7 პირი. ამოღებულია პისტოლეტები, სანადირო თოფები, ხელყუმბარები, მჭიდები, დიდი რაოდენობით ვაზნები და ამფეთქი ფალია. ასევე ჰეროინი და გამომშრალი მარიხუანა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ზესტაფონის, ტყიბულისა და თერჯოლის 24 საათიანი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. პროცესს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გაეცნო. შენდება რეზერვუარები, ჭაბურღილები, წყალმომარაგების ქსელი. სამივე პროექტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსება და მისი ჯამრღირებულება 54 მილიონ ლარზე მეტია. საქარის და სისტემით მოვინახულეთ ზესტაფონი, თერჯოლა და ტყიბული, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ასევე წყალარინების მიმართულებით. ქალაქ ტყიბულში მიმდინარეობს აბონირება, ასევე ზესტაფონში მიმდინარეობს შიდა კომუნიკაციები, ასევე ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია. არ გარკვეული პრობლემები არსებობდა სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელიც მალე მოგვარებული იქნება. მოვინახულეთ ის უკვე დასახლებები, სადაც უკვე გვაარჩენ 24 საათიანი წყლის მომარაგება მოსახლეობისა. ნახეთ ჩვენი ის კონკრეტული ოჯახები, სადაც წლების მანძილზე არ იყო, 10 წლეულების მანძილზე არ იყო 24 საათიანი სასმელი წყლის მომარაგება. უკვე ამან დღევანდელი დღესდღეობებით 16 კორპუსი უკვე ჩართულია 24 საათიანი წყლის მომარაგების ნაწილზე. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. სამ ადმინისტრაციულ ერთეულში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის საერთო ღირებულება 5 მილიონ ლარამდეა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დავათვალიერეთ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარე საგზაო სამუშაოები. დაფინანსების ფარგლებში განხორციელდება 12 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია, რომლის ჯამური ღირებულება 5 მილიონ ლარს აჭარბებს. დავათვალიერეთ მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტი ჯამური ღირებულება 5 მილიონი ლარია, ჯამში იგება 12 კილომეტრი გზა. მუნიციპალიტეტი ასევე აქტიურად აგრძელებს მუშაობას, რათა კიდევ უფრო მეტ სოფელში და ქალაქის სხვადასხვა უბნებში უფრო მეტი გზა იყოს მოწესრიგებული. ჭიათურაში 30-მა ახალგაზრდამ ტექნოლოგიური პროგრამირების კურსი გაიარა, მათ სერტიფიკატები გადასცეს. 12-მა კურსდამთავრებულმა დასაქმების შეთავაზება მიიღო. პროექტი ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრისა და ნეო უნივერსიტეტ სკილვილის თანამშრომლობით განხორციელდა. მონაწილეებმა გაიარეს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კურსი. სკილვისა და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის თანამშრომლობა წარმატებით დასრულდა. მიხარია, რომ ეს თანამშრომლობა შედგა, რადგან რეგიონში STEM განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ცენტრისთვის მაგისტრალური მიმართულება, ტექნიკური განათლება და ტექნოლოგიებში განათლება, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ახალგაზრდები ადვილად დასაქმდნენ, არ დატოვონ საკუთარი ქალაქი და დისტანციურად შეძლონ საერთაშორისო ბაზარზე ინტეგრირება და საერთაშორისო კომპანიებში
საქმება. ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობა გქონდა ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრთან. მსგავსი თანამშრომლობით შეგვიძლია ახალგაზრდებს რეგიონებში მივცეთ შესაძლებლობა იმისა, რომ ისწავლონ ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები და იმუშაონ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი ავირჩია, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი პროგრამები აქვს, თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი. ასევე გვაქვს საშუალება, რომ სრულიად უფასოდ დავეუფლოთ სხვადასხვა პროფესიას და ვფიქრობ, არის ძალიან კარგი შესაძლებლობა. პროექტ ჩვენ ჯარის ფარგლებში თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სკოლებში შეხვედრებს განაგრძობენ. ამ სემესტრში ისინი 500-მდე სკოლას ესტუმრნენ. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა გორის მე-9 სკოლაში გაიმართა. სამხედროები მოსწავლეებს ესაუბრნენ თავდაცვის ძალების ისტორიაზე, სამხედრო განათლებასა და სამსახურზე დაისვა შეკითხვებიც. რაც მომეწონა ეს იყო თავიდან, რომ ეროვნული გმირების დაგვიწყეს საუბარი და პრეზენტაცია იყო, სადაც გაგვაცნეს საქართველოს ეროვნული გმირები და ჩვენი ისტორია, ვინც შემოგვინახა ქვეყანა. რა თქმა უნდა, იქიდან ვიცოდით ბევრი, მაგრამ ზოგი იყვნენ ისინი, რომლებიც არ ვიცოდის და ისე იყვნენ გმირები. აუხსენით სკოლის მოსწავლეებს, თუ ზოგადად რა არის თავდაცვის ძალები, რას ემსახურება, როგორ კარიერული განვითარების საშუალებებს გვაძლევს. პრეზენტაცია მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, მოსწავლეები იყვნენ აქტიურად ჩართული პრეზენტაციაში. 4 ივნისიდან თბილისსა და რეგიონებში თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი სტარტს უკვე მესამე დაიღებს. ფესტივალი კომპოზიტორ დავით თორაძეს და მის შვილს ცნობილ პიანისტსა და პედაგოგს ალექსანდრე თორაძეს ეძღვნება. წლევანდელი პროგრამა კლასიკური მუსიკის, ფოლკლორისა და საოპერო ჟანრის კონცერტებს მოიცავს, რომელშიც მონაწილეობას ქართველი და უცხოელი მუსიკოსები მიიღებენ. თორაძის ფესტივალი დაუბრუნდა დედაქალაქს, მის ერთგულ მსმენელს და მაყურებელს. მე ვარ ბედნიერი, რომ წელს გალობის უნივერსიტეტი, რომლის თანადამფუძნებელიც გახლავართ, მონაწილეობას იღებს რეგიონში გამართულ კონცერტებში. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ჩვენი სტუდენტებისთვის და ჩვენი კურსდამთავრებულებისთვის ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა. მესამე წელია საქართველოში იმართება თორაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომლის დამფუძნებელიც არის კულტურის სამინისტრო თორაძის ფონდთან და ქართული გალობის ფონდთან ერთად. ეს არის უნიკალური ფესტივალი, რომელიც ძალიან მაღალი დონის მუსიკოსებს მასპინძლობს საზღვარგარეთიდან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორიენტირებულია ახალგაზრდა მუსიკოსების მხარდაჭერაზე. წელსაც ისევე როგორც განვლილი 2 წლის მანძილზე თორაძის ფესტივალი გააერთიანებს საერთაშორისო გამოცდილებას და ჩვენ ღრმა მუსიკალურ ტრადიციებს, ამიტომ ვფიქრობ სვენელისთვის დაუვიწყარი ატმოსფერო შეიქმნება ფესტივალის ფარგლებში. ექსპო ჯორჯიაში წიგნის რიგით 27-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. წარმოდგენილია 60-მდე გამომცემელი და არაერთი ბესტსელერი წიგნი. მოწყობილია საბავშვო ზონა, მიმდინარეობს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ორცხოველების მოხატვის მასტერკლასები და სხვადასხვა შემეცნებითი თუ გასართობი აქტივობა. ფესტივალი 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. წლევანდელი ფესტივალი იმით არის გამორჩეული, რომ მეტი აქცენტი კეთდება პატარა და საშუალო გამოცემლებზე და შესაბამისად მკითხველებს შეუძლიათ აღმოაჩინონ უამრავი ის წიგნი, რომელიც შესაძლოა ჩაკარგულია წიგნის ქსელურ მაღაზიებში. ფესტივალის ბოლო დღე 1 ივნისია და შესაბამისად ბავშვთა დაცვის დღისად მიძღვნილი აქტივობები გვექნება. იქნება რასაკვირველია იმ ტიპის ინტერაქცია, რომელიც მანამდე არ ყოფილა ფესტივალზე, მაგალითად ნადირობა წიგნზე, მაგალითად ბრმა პაემანი წიგნთან. ეს ყველაფერი შექმნის აიმ ცოცხალ გარემოს. გარდა იმისა, რომ ფასდაკლებები ყოველთვის ხვდებოდა ჩვენ სტუმრებს ფესტივალზე და წიგნთა მრავალფეროვნებაც ყოველთვის იყო, ამჯერად საორგანიზაციო გუნდმა თვითონ დაამატა აქტივობები, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ ჩაერთონ ამ აქტივობებში, გათამაშებებია და მოიგონ წიგნები, ბესტსელერები. ჩვენ ძალიან ვცდილობთ, რომ აი ამ ეპოქაში, როცა ახალგაზრდები განსაკუთრებით დაშორდნენ წიგნს, დავაბრუნოთ წიგნისკენ და გამომცემლებსაც მივცეთ იმის საშუალება, რომ იზრუნონ ამ თემაზე, ძალიან მნიშვნელოვან თემაზე და უფრო საინტერესო და კარგი წიგნები გამოსცენ. ეს იყო ბოლო ინფორმაცია კურიერი გემშვიდობებად. 6-მდე თქვენ კი დღის სხვა სიახლეებს გაიცანით ჩვენ ვებგვერდზე rusavi2.gr-ით.